მადლობა, გამარჯობა. გამარჯობა, გეთხოვე. ბატონო, თქვენ როგორ გითხოთ? ძალიან მიხარია რომ გხედავ. ჯერ თვითონ თქვენი ნახო დიდი ხანია. მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგად ახსოვხართ საქართველოს, ძალიან უყვარხართ. ვიცი, თვალთაობებს, რომელიც გაიზარდა თქვენ გადაცემებზე. საბჭო დროს ეს იყო ერთადერთი ჰორიზონტი, რაღაც ერთადერთი ფანჯარა ჩვენი მსოფლიოში, თქვენი გადაცემა ილუზიონი. მართლა მთელი თაობები გაიზარდა, რომელიც გვაძლევდა აზროვნების საკვებს, კამათის საკვებს, თავისუფლების განცდას და გემოს და ძალიან დიდ განათლებას. დიდი მადლობა. მართლა კეთილშობილ საქმე აკეთებთ ძალიან დიდი ხანი და საქართველოს სახელით მინდა 40 გადაცემა. და საქართველოს სახელით მინდა გადმოგცეთ ერთ-ერთი უმთავრესი ჯილდო ჩვენი წყირვალების ორდენი. როგორც მადლიერების და დაფასების დიდი მადლობა. დიდი მოკითხვა თქვენი სამშობლოდან. მინდა გითხრათ რომ თუ ვინმე გითხრათ რომ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს ასეთი აღიარება და დაფასება არ დაიჭირა. ჯერ და მეორე კიდე ებრაელებს აქვთ ჯულში დაწესებული რომ სიკეთის დავიწყება შენთვის გაკეთებული, შენი ხალხისთვის გაკეთებული სიკეთის დავიწყება არის ყველაზე მიუტევებელი ცოდვა. მე არასოდეს არ გავრეულო ამ ცოდვაში და არც გავერევი. ამიტომ ვალდებული ვარ ჩემი ხალხის სახელით, ჩემი ერის სახელითაც კი დიდი მადლობა მოგახსენოთ ამ აღიარებისათვის. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, თქვენ მართლა ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეთ ჩვენთვის და ჩვენ ეს არასდროს არ გავიწყდება. მე დიდი სიამოვნებით ვჩვენეთ ამას და მე მჯერა რომ აქ არის მაინც ისეთი მარცვლები, რომელიც თქვენ როგორც პრეზიდენტს, როგორც დიდ მოღვაწეს წარგაგებთ. ეს ძალიან საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემ ბიბლიოთეკაში გადაების რომ წავიკითხავ. ჩემ ბიბლიოთეკა კეთება ყველასთვის და ძალიან ბევრი ადამიანი წაიკითხავს. დიდი მადლობა. ამპული იყო და მიწის სწორა მოხდა. კაბინეტში ვარ და მიწის სწორა მოხდა. ამიტომ წერმოდი დავრეკე, მიწის კი მოხდა. რამდენი იყო? დაახლოებით 4 იყო. დავწერე პატარა ინფორმაცია და საღამოს გაზეთი იყო. დავრეკე კოლეჯაში იყო რედაქტორი, ის შემხდა ტელეფონზე, სპსამაში იყო და მეუწევი ბატონო გოლია ერთი 10-12 სტრიქონი. სადმე გამოძებდი პირველ გვერდზე და ვაგაცდეთ მეთქი ინფორმაციას. კარგი. დავწერე მეძახის ცეზური. საიდან გაგიჩნდა ეს ცნობოდა. მეუწევი რა გიგზენი და დავნეკე და დავაზუსტე ყველაფერი ეს. არა. არ ყოფილა არაფერი. მოწყარია. იყო თქვენ იგრძედით თუ არ იგრძედით მიწის ძვრა. კი რომ იგრძედიო. მერე მეთქი არ ყოფილა მიწის ძვრაო. სადაც მოსკოვიდან ტასი არ გადმოსცემსო. იქამდე არ ყოფილა და ტასი რო გადმოსცემს, მაშინ გეტყვია რომ ყოჩახ კარგად მიხვდი რომ მიწის ძვრა იყო. აი ხო ხედავთ, აი ამ ჭაობში და უბედურებაში თქვენ მართლა იყავით ერთ-ერთი ნათელი წერტილი და აი რომელიც იზიდავდა მაგნიტივით ყველას ყურადღებას და ხალხი ელოდებოდა ყოველ შაბათს. ყველაზე ძნელი იყო რეპერტუარის შერჩევა. ფილმები ხო არის შეეძლო და მაშინ ვიდეო ხო. ცხოვრობდა ქვეყანა ილუზიონიდან ილუზიონამდე.